საუბრობდა ზურაბ ჯაფარიძე სერვისობიდან და მომდევნო სტუმარი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საღამოშობისა დიდი მადლობა რომ ჩვენს ეთერში მონაწილეობთ და პირველი კითხვით გადავიდეთ ვიცით რომ მოლაპარაკებები დაწყებული აპირებთ რომ ხვალვა დაიწყოთ სესხის მისაღებად სავალუტო ფონდთან რამდენის მიღებას გეგმავთ და რაზე არასავალუტო ფონდთან მე როგორც ვიცი სხვა საფინანსო სტრუქტურებიდან როგორც სავალუტო ფონდთან დეფიციტის საუბარზე სქემაში ბატონო გიორგი მოვაყენს რა იგეგმება გამარჯობათ დავით მიხეილ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს მიხეილს მადლობას ვუხდი რომ შეასწორა ეს ნამდვილად არასწორი ინტერპრეტაცია იყო ჩემი ინტერვიუდან ჩვენ რა თქმა უნდა ვესაუბრებით სავალუტო ფონდს იმისათვის რომ შევათანხმოთ მათთან ჩვენი დეფიციტის დონე ანუ ჩვენ ვესაუბრებით სხვა ფინანსური ინსტიტუტებს როგორიც არის მსოფლიო ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ასე შემდეგ იმისათვის რომ მოვიზიდოთ რესურსი დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. და რატომ არის ეს საჭირო? აგიხსნით, იმიტომ რომ როგორც ჩემ წინა გამოსვლებმა თქვეს ექსპორტის ბოლო თვეებში აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი კლება ექსპორტის იმპორტის კლება არ გაყვა ინერციით ექსპორტის კლებას, ანუ მოხმარების დონე დაახლოებით დარჩა იმავე დონეზე რამაც გამოიწვია შესაბამისად სავალუტო დეფიციტი, ანუ საუბარია იმაზე, რომ ვალუტის გადინებამ ქვეყნიდან გადააჭარბა ვალუტის შემოდინებას, ეს ეფექტი გაძლიერდა იმითაც, რომ სავალუტო შემოდინებები პირადი გადარიცხვებიდან, სავალუტო გზავნილებიდან შემცირდა ასევე დაახლოებით ოქტომბრიდან მოყოლებული 9% შემდეგ 19 შემდეგ 31 და 27% დიახ საუბრობთ იმაზე რომ თქვათ უნდა მოხდეს ახალი კაპიტალის მოზიდვა სესხების სახით ამის ინფრასტრუქტურაში ჩადება და ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება ჩვენ შეგვიძლია მონაცემები ვნახოთ მაგალითად ჩაშან 600 მილიონი ლარის თხოვთ ჩვენ პროდიუსერს თუ არის საშუალება ტექნიკურადაც გვანახოს ვიზუალურად 600 მილიონი ლარის საგარეო ვალდებულება იქნა მოზიდული კონკრეტულად საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად და 11 თვის განმავლობაში სხვა გრაფიკია მე მგონი უნდა შევცვალოთ ეს გრაფიკი შრომის ანაზღაურება ამაზე მე ვისაუბრებთ მაგრამ სესხები და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ თქვა 11 თვეში ათვისება იყო 58%, ხოლო 12 თვის მდგომარეობით წლის ბოლოს ანუ 80% და აუთვისებელი დარჩა ამ გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსიდან 118 მილიონი. ანუ რატო გაქვთ იმედი რომ ეხლა მოახერხებთ ამის ასე ეფექტურად ათვისებას? გეთანხმებით იყო შარშან ათვისებაში არათანაბრად განაწილების პრობლემა, როდესაც უნდა ყოფილიყო წრის პირველ ნახევარში სიმძიმის ცენტრი გადატანილი, ეს ნამდვილად პრობლემატურია, ვინაიდან ფისკალური სტიმულირება უნდა იყოს ეკონომიკური ციკლის საწინააღმდეგოდ, ანუ როდესაც უფრო დაბალია ეკონომიკური აქტივობა, უფრო მაღალი უნდა იყოს ინფრასტრუქტურული დაფინანსება. წელს ჩვენ ეს საკითხები ყოველდღიურ მონიტორინგში ყავს აყვანილი და ამას გარდა ჩვენ გვაქვს ზეგეგმიური პროექტების ჩამონათვალი, რომლების დაფინანსებასაც ვგეგმავთ. ეს არის მხოლოდ არ გვეტყოდით კონკრეტულ მაგალითებს, რომ იცით აი რა ზეგეგმიური რომელ პროექტებზე საუბარი. ეს არის ანაკლის პორტი, რკინიგზის შემოვლითი გზა, რომელ რა სიახლეზეა საუბარი. ანაკლის პორტს რაც შეეხება, ეს არის კერძო ინვესტიცია, რასაც მე აქამდე გეუბნებოდით, ეს არის სახელმწიფო დაფინანსებით ინფრასტრუქტურული პროექტები და დავეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი პროექტები რომლის ეკონომიკური მულტიპლიკატორი იქნება მაღალი ანუ ეფექტურობა ეკონომიკური კუთხით იქნება მაღალი და ეს იქნება მრავალჯერადი გამოყენების ეკონომიკური ობიექტები ეს არის ძირითადად უფრო გზების მშენებლობა ეს არის ასევე სხვადასხვა ტიპის პროექტები წყალგაყვანილობის სისტემაში, ეს არის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, ეს არის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას გარდა აუცილებელი აღინიშნოს, რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის უკვე კერძო საინვესტიციო პროექტები. თვითონ ანაკლის პორტის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით, ოღონდაც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ჩვენი მოკლევადიანი პერსპექტივის საკითხი, იმიტომ რომ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი და პირველი ფული ამ პროექტში წამოვა 2016 წელს, მაგრამ
იმისათვის რომ ჩვენ დავაიმედოთ ჩვენი ტელემაყურებელი, მე აუცილებელია თქვა რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რამოდენიმე მიმართულებით ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა ეს არის ძალიან სერიოზული გააქტიურება პრივატიზაციის მიმართულებით და აი პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, ისევ წარსულში უნდა წავიდეთ სამწუხაროდ. მე აი ეგ მონაცემები მაქვს, თუ არ ვცდები, რომელიც გეტყვით ახლა პრივატიზაციიდან შემოსულმა თანხებმა თქვა 2012 წელთან შედარებით ორჯერ იკლო. საუბარი 190 მილიონზე და ახლა 80 მილიონზე და რა იყო აი ამის მიზეზი და ისევ გეკითხებით, რატომ გაქვთ იმედი რომ ახლა ამას დააჩქარებ? ეს დაფუძნებული არის კონკრეტული ობიექტების სიმრავლეზე. დიდი სახელმწიფო ობიექტები გასაყიდი დღეს, როგორც ესეთი ფიზიკური უძრავი ქონების მიმართულებით, ბევრი არ არის დარჩენილი. ჩვენ საუბარი გვაქვს საპარტნიორო ფონდის პროექტებზე, რომლებიდანაც საპარტნიორო ფონდი აპირებს გამოსვლას. ეს არის გარდაბნის თმოელექტროსადგური, დაახლოებით 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომლიდანაც საპარტნიორო ფონდი გამოვა და გაასხვისებს ამ პროექტს კერძო ინვესტორზე და დაიწყებს იმ წუთასვე ახალ პროექტებს ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. ეს არის რიქსოსის სასტუმრო ბორჯომში, რომელიც ასევე დასრულებულია და თქვენი პირადი გადაწყვეტილებით შეაჩერეთ მიწების გასხვის პრივატიზაცია, ანუ რაც იყო ეკონომიკის სამინისტროს ფონდში, გასხვისება უცხოეთის მოქალაქეთა. თქვენ პირადად ანუ იღებთ თუ არა თქვენ წილ პასუხისმგებლობას, რომ თქვა პრივატიზაციის აი ესეთ შედეგებში თქვენი ამ გადაწყვეტილების გავლენა დავამატებდი, იცით, ბევრმა კანონმა, რომელიც ახლა კრიტიკის ქვეშ არის, იგივე ვიზებთან დაკავშირებით, იგივე შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით, იგივე შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენი უწყება ამ კანონმა ჩაიარა და პარლამენტში მივიდა განსახილველად. ხომ არ თვლით, რომ თავად ეს პროცესი საერთოდ აზარელებს საინვესტიციო გარემოს, იმიტომ რომ ინვესტორმა არ იცის რას ფიქრობენ ეკონომიკის სამინისტროში, მე ეს კანონი ვის პარლამენტში იღებენ, არ იღებენ. თქვენ გძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რომ აი ამ არასტაბილურობის შექმნაში მონაწილეობა გაქვთ მიღებული. მადლობა შეკითხვისთვის. მე ეკონომიკის მინისტრი ვარ ამ ქვეყნის და რა თქმა უნდა არც ერთ პასუხისმგებლობას არ გაურბივარ. ოღონდ ეს არის სოციალური პროცესი და ჩემი ინიციატივით შედგა ყველა დაინტერესებულ პირთან ძალიან ფართო შეხვედრა, რაც შეეხება შრომის მიგრაციის კანონმდებლობას და ამ მიმართულებით ყველა ის წუხილი მოხსნილია, რაც ეხებოდა იქ კონკრეტულ რეგულაციას ადგილობრივი კადრის დასაქმების თაობაზე. ასევე ტურისტული კანონმდებლობის, ანუ ვიზიტორთა შემოსვლის გაიოლებასთან დაკავშირებით ასევე იყო ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა კონკრეტულად, რათა ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც გარკვეული, ასე ვთქვათ, უზუსტობები იქნა დაშვებული და დამატებითი რეგულაციები იქნა შემოღებული და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბივართ. თავარია რომ ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს და სწორ რეაგირებას ვაკეთებთ. არასტაბილურობის შეგრძნებაში არ დაგეთანხმებით, თუმცა რა თქმა უნდა, მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ მემარჯვენე ორიენტაციის ადამიანი და ეს მე მგონი მოწოდება გედეონ ფოფხაძეს, ხო, რომელიც პარლამენტში აცხადებს, რომ ის არიან ადამიანი. ნუ ეხლა ეს გედეონ ფოფხაძის საქმეა და გედეონ ფოფხაძე არ არის ამ შემთხვევაში მე ეკონომიკის მინისტრი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია ამ კუთხით. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პასუხისმგებლობაზე გადავიდეთ. მე მესმის ეს მოდით კამრების შემოჭერაზე ვისაუბროთ. ერთი გრაფიკი გვაქვს კიდევ, რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს. ხო და თუ შევხედავთ 2012-დან 2014-მდე 250 მილიონით გვაქვს ზრდა. 2015-ში 100 მილიონით გაზრდა იყო დაგეგმილი. რა კლებაზეა საუბარი და რომელი ციფრიდან უნდა ვიგულისხმოთ? ეს 2015 წლის ბიუჯეტიდან აპირებთ აი ამ კლების დაწყებას და რა მუხლებს შეეხება? ხო შეგიძლიათ გითხრათ, არის თუ არა რაღაც კონკრეტული მონახაზი? თქვა დავინახავთ თუ არა ეკონომიკის მინისტრს ან პრემიერს მეტროთი მოსიარულეს თავისი მანქანის გარეშე. აი რა შემცირებებზეა საუბარი? რაც შეეხება ჩემ თავზე გეტყვით, რომ ფეხით ხშირად დავდივარ, არ მყავს პირადი დაცვა და არც ვაპირებ რომ მომავალში მყავდეს. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ცოტა ლირიული გადახვევა იყო თქვენი მხრიდან. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს,
დღეს კონკრეტიკის წარმოდგენისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ეს არის რთული პროცესი. ამ კვირაში ჩვენ ვიმუშავებთ, სავალუტო ფონდის მისიაც არის ჩამოსული და გვექნება მათთან შეხვედრები. ეს არის უწყებათა შორის შეთანხმების საგანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ ცვლილებაზე იქნება საუბარი და ეს ცვლილება იქნება იმის ადეკვატური, რაც ცვლილებასაც განიცდის ჩვენი მოქალაქეები, ჯიბეები დღეს. ციფრი და პუნქტების დასახელება თუ შეგიძლიათ? დღეს თავს შევიკავებ ამისგან. კარგით, მაშინ კიდევ ერთ ციფრს კითხავთ, ეკონომიკური პროგნოზი ისევ 5%-ია, თუმცა თქვენც და პრემიერმა თქვა, რომ ეს უნდა გადაიხედოს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? სავალუტო ფონდის თუ არის თქვენთვის ციფრი სამუშაო რამდენად პრემიერთან ერთად მადლობთ კითხვისთვის. პრემიერთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ მოსალოდნელ ზრდაზე, გავაკეთეთ სტრეს ტესტები ყველა მიმართულებით, ექსპორტის მიმართულებით, ფულადი გზავნილების მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, ასევე იმპორტი მინდა გითხრათ, რომ უკვე იწყებს კორექტირებას და ამასაც რა თქმა უნდა ექნება ორივე მხრივ ზეგავლენა, ერთი მხრივ სავალუტო დაწოლის კუთხით ლარის კურსზე და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეკონომიკურ ზრდაზე, ვინაიდან ეს მოხმარებას ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-დან 2.5%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება ეკონომიკური ზრდა, რეალური ზრდა მაქვს მხედველობაში 2015 დიდი მადლობა და მოდით ახლა ცოტათი სხვა პრობლემაზე ვილაპარაკოთ, რომელიც გარკვეულ ადამიანებს აწუხებთ. ამას წინათ პრემიერმა გამოაცხადა ესეთი ამნისტია დეველოპერებისათვის და მიზეზად მოიყვანა 2008 წლის კრიზისი და რუსეთის ინტერვენცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც მე ახლა მინდა აჭარიდან ჩავრთო, რომელიც 2008 წლის ომმა დააზარალა ძალიან, ომის დროს მათ ცეცხლები ჰქონდათ აღებული და შემდეგ ვერ შეძლეს ამის გადახდა, იმიტომ რომ ჩაიშალა ტურისტული სეზონი. აი ამასთან დაკავშირებით მალხას ხაბაზი არის იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე. ბატონო მალხას, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ეხლა რა ვითარებაში ხართ? რაიმე შეთანხმებას თუ მიაღწიეთ ან ბანკებთან, ან მთავრობა თუ რამეში დაგეხმარათ ამასთან დაკავშირებით. თქვენ ახლა შესაძლებლობა გაქვთ თქვენი პრობლემები გაუზიაროთ ეკონომიკის მინისტრს. დიახ, მოგესალმებით გობულეთიდან, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ესე ჩვენი მდგომარეობა დღესდღეობით ასეთია. აჭარის მთავრობა ახორციელებდა პროგრამას ტურისტული საშუალო ტურისტული ბიზნეს განვითარების პროგრამა, ვისი დახმარებითაც სადღაც 20%-მა დაზარალებულების აიღოთ, ახლა მოიგوارა პროგრამა, მაგრამ ძირითადი მასა მაინც დარჩენილია ამ პრობლემით, ესე იგი დღესდღეობით აი გამოსახლებები, ასე ვთქვათ, შეჩერებულია ჩვენი ძალისხმევით, მთავრობის ძალისხმევით, ამას ვერ დაუკარგავთ მთავრობას ნამდვილად ვერ შეგვიდგანა რაღაცები ხდებიან. ამ ეტაპზე გვაწუხებს ის, რომ თითქოს ეს დარჩენილი 80% ხალხის უნდა ამათაც უნდა დაეხმარონ, მაგრამ რა ვიცი, დაბაი ველოდებით თვის ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა ეს პროცესი. 2 წელია გავიდა, არ ვიცი, კიდე რამდენ ხალხს უნდა ველოდოთ. კეთილი გულანა ბატონ გიორგი, აი ამ ადამიანის პრობლემებს შესაძლოა თუ არა მოივლოს. თუ ვიღაცას მე საერთოდ ვამბობ 2008 წლის მოვლენების გამო რაღაცა ეკპატია ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მოგვარება და რატო არ გვარდება, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში შევეხები იმას, რომ რაც პირველი თქვენ ახსენეთ, ეს არის დეველოპერებისთვის 2008 წლამდე გაცემული ნებართვების მქონე ობიექტებზე DGG-ს ამნისტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს უძრავი ქონების ბაზარს და ძალიან ბევრი დაუსრულებელი ობიექტი საბოლოოდ დასრულდება, რაც იმოქმედებს როგორც იმ ადამიანების ბედზე, რომლებმაც შეიძინეს ამ ობიექტებში საცხოვრებელი ბინები, ასევე რა თქმა უნდა გარეგნული ესახეზე ჩვენი ქალაქების. ბატონ გიორგი, აი ამას შეგეკითხებით, ეხლა მანამ ქობულეთზე გადავალ და აჭარაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც უსამართლობა აიყვნენ ადამიანები, ვინც ეს გადასახადი გადაიხადა? აი ამ შემთხვევაში შეუსაბამობს არ ხედავთ, თითქოს თქვენ წაახალისეთ ისე რომ ახლა ყველა ამნისტია არ მოინდომებს ამის გადახდას, დაელოდება კიდე რამე პოლიტიკურ ცვლას. ყველა ამნისტიას გააჩნია თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები და უსამართლობის ელემენტები არ არსებობს. ფინანსური ამნისტია ამის გარეშე, მაგრამ ჩვენ შევაფასეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს იყო ფაქტიურად ამოუღებადი ფული, ამ ობიექტების დამთავრება იყო ფაქტიურად გადაუწყვეტელი და არანაირი შანსი
მათი ფინანსური გათვლებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ, მათი დასრულების არ არსებობდა, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. რა შეეხება აჭარის პრობლემას, დიახ, ჩვენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მთავრობის ხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დიდი მადლობა ბატონს რომ აღნიშნა ეს, ნამდვილად არის ეს პროგრამა. მე ამ პროგრამის დღევანდელი მიმდინარეობის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ გვირდებით რომ ამ გადაცემის შემდეგვე დაუკავშირდები და ვნახავ თუ რაიმე შეფერხება ამ პროგრამის განხორციელებაში. ეს იყო პროგრამა ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ერთად, როდესაც ჩვენ გარკვეული შეღავათები გავუწიეთ. ნახავ ამ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და თუ რაიმე შეფერხებებია, აუცილებლად გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ზოგადად აჭარაში, შარშან იყო ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული სეზონი, ძალიან ბევრი ახალი სასტუმრო იქნა გაშვებული და ჩვენ წელს გეგმავთ კიდევ აწარმოეს საქართველოში პროგრამის მსგავსი კომპონენტის გაკეთებას უკვე სასტუმროების სეგმენტზე, რაც ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვნად დაეხმარება. იმედია ეს ადამიანებს იქცხოვრება, ადამიანებს დაეთყობა და კიდევ ერთ თქვენ გაიგონეთ აქ რჩევები არა მარტო ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, არამედ ოპოზიციური პარტიისაგან. რომელიმე იმპულსს გაითვალისწინებთ თუ არა? ეკონომიკის სამინისტროს გაუქმების რჩევას არ ვიცი უნდა გავითვალისწინოთ თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა არის რაციონალი ყველა ადამიანის საუბარში და მე არ ამგონია, მე არ ვიცი თქვენ ალბათ წინა ინტერვიუების გახსოვს და თუ დააკვირდებოდით არასოდეს არ ვამბობდი რომ რაღაც ყველაფერი მიუღებელი იყო, ან ყველაფერი ცუდი იყო, დაუშვათ დღეს ყველაფერი კარგია, არა ვარ ასე განწყობილი ადამიანი და რა თქმა უნდა ჩვენ პრემიერმა ახსენა რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ძალიან ხელშესახები ნაბიჯები გადავდგათ კერძო სექტორის მიმართულებით, რის შესახებაც უახლოეს პერიოდში ალბათ პრემიერი გააკეთებს განცხადებებს და კეთილი და კიდევ ერთი დახმარება გჭირდება თქვენი. ჩვენ უკვე მესამე კვირაა ვაშუქებთ ისტორიას, რომელიც ეხება დევნილთა დასახლებებს გორთან, მათ USAID-ის პროგრამით გაუყვანეს გაზი, მაგრამ დაუყენეს მრიცხველები გამათხოვლების სახში, მაგრამ ეს ისტორია დასრულდა სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში. მის მერე ამ ადამიანებს ეს გაზი არ უნახავთ. მოდიან სხვადასხვა სახის ჩინოვნიკები რაღაცას ამოწმებენ და ჭობენ. ამასთან დაკავშირებით და ახლა მე ისევ კვლავ მინდა ჩვენი კორესპონდენტი თეკლა დოლიძე ჩავთო, რომელიც დღესაც იყო ჩასული აი ამ სოფლებში და მოიკითხა გაშვებულია თუ არა გაზი. დავით უკვე მესამეჯერ ვერთვებით სოფელ სკრიდან, სადაც გაზი ისევ არ არის და პარასკევამდე აქ არაფერი არ იყო შეცვლილი. ჩვენ მივედით გამგეობაში რამოდენიმე დღის წინ, სადაც ახალი ვერაფერი ვერ გვითხრეს. რომ ერთობლივი წერილია გაგზავნილი ყველა უწყებასთან, ვისაც შეიძლება რომ შეეხოს ეს საკითხი, რომ ყველა უწყების ჩართულობით დროულად მოხდეს სამართლებრივად გაზის მიწოდება. თუმცა პარასკევს მოსახლეობამ გვაცნობა, რომ აქ რაღაცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი სიუჟეტის გასვლის შემდეგ და ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარდა მილებს და როგორც გითხრეს, სამშაბათს კიდევ ერთი დათვალიერება არის დაგეგმილი და ამის შემდეგ უკვე ყველას იმედი აქვს, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება. ბატონ გიორგი, ესე იგი მე გავერკვია ამ საქმეში და ესეთი რამე უნდა მოხდეს. მოკლედ USAID-ის, რადგან USAID-ს არ აქვს უფლება ეს გადაცეს კომერციულ კომპანიას ეს ქსელი მილების. როგორც ვთქვათ, რომელი გაზ კომპანია. ამიტომ ეს მილები მან გადაცეს საკრებულოს. საკრებულომ როგორც ჩანს არსებობს ესეთი კანონი, რადგანაც მასაც არ შეუძლია გადაცეს ეს კომერციულ კომპანიას, უნდა გააკეთოს ასეთი რამ, დაწეროს ესეთი განკარგულება უნდა იყოს გამგეობამ და საკრებულომ ქონების მიტოვების შესახებ, ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ და მერე ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია სიმბოლურად ფასად გადაცეს ეს რომელიმე გაზ კომპანიას, რომელიც უკვე ამ გაზს ჩართავს. მე თხოვნა მაქვს, როგორც ჩანს ადგილობრივი ჩინოვნიკები ამას თვეებია ვერ წყვეტენ და ეს ქაღალდები ტრიალებს და იქ ხალხი ზის და ამ გამათბობლებს იმედის თვალით უყურებს. თქვენ თუ შეგიძლია დაეხმაროთ და აი აქიდან ჩვენი ეთერიდან მიმართოთ გორის ჩინოვნიკებს და დაარწმუნოთ, რომ აი ამ ფორმულაში არაფერი დანაშაულებრივი არ არის და პირიქით ისინი დააჩქარებენ ადამიანებზე ზრუნვას ამით. ნამდვილად არ არის არაფერი განსაკუთრებული ამ ტიპის
ოპერაციებს ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ვატარებთ, როდესაც ხდება ქონების მიტოვება ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ და შემდეგ ხდება გადაცემა უკვე დისტრიბუტორისთვის. მე მგონია რომ ეს ძალიან ადვილად მოგვარებადი პრობლემაა. ეთილი მე იმედი მაქვს რომ შემდეგი კვირისათვის თქვენს და მეც ამ პროგრამაში დავინახავთ როგორ დევნილთა სოფლებში მივიდა გაზი. დიდი მადლობა და ჩვენი ეთერში მონაწილეობისათვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ